Mağlam tasmodga, mağlam tasmodga, mağlam tasmodga, utsxobrin veli, tedriptiani, შეიძლება მეჭმა ადამიანმა უფრო ახლოს გაიცნოს რა. ამით ჩამოვედით. ითამაშია თაკი რა. გან მატარა გამოგიხო გავაკეთე. ნაკრებს ჩვენ სასაქმე იცით? ორჯაოს. მედია. ორჯაოს. სუპერ ჩემპიონატზე მიიღებენ ხა ძალიან მალე მონაწილეობას. ეგეც ჩემპიონატ მედია მოვიგე. და მოვიგოთ აუცილებლად. და პასი დავიწყდი. პასი კეთდება მხოლოდ გვერდზე და უკან. ბურთი გეჭირავს ამ მდგომარეობაში. ვიდეოს ამ მდგომარეობაში და როგორც ვიადვილდება. აყოლეთ ბურთს. ამ ვიკეტს გავაკეთე, ის რო აი ამ დროს უნდა გამოვიდა მოყვება. ამ დროს მე რას ვშვებ? ბურთს არ ვისვრი წინ, არ ვიშორებ, ხო გამაჩერა, უნდა გადმოვრუნდე და ჩავდო. დებში ხო. ამ დროს იწყება ჩახურვა. მაგარია მაგრამ ეს ბძოლა რა, რო აი ხო ეს ხო დადგა, რა, მე უნდა გადმოვარდო, რაღაცა ამასობაში ბურთი უნდა ბურთი დაიუფლო რა. ეს კაცი აი ნახე. ოპა! სადა ეს გაუშვი. 1 2 3 წავიდე. აი აქედან ვცდილობ და დავაგდო, წინ აღარ ვიშვებ. ესე უფრო ადვილდება ბოჭის. აი კაი. აი თუშა. გავიდე. დიდი. დიდი. თამამედი. კარგი. Euti! Opa! Κατσακί! Πού ήρπινε! Πού ήρπινε! Vai, deixa eu ver o გადავიდა ამაში. ლუი შენ მოყვები. აი გარე. მოყვები. აი ორ. გადე. აი ამო, აი. შენ ამას დაიჭირეს, ეს დაიჭირე. ეს არის წაგებული სიტყვაში. მადლობა ძმებო.
ეხა ჩვენ დავდექით ისევ ესე, დავდექით ტურნიკები მას და ეხა ამ ბიჭებს გავუგებთ. ტელეფონი ყოჩა. ორი იყო და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის პირადად ეს თამაში და თავარია ჟილკა. მოწინააღმდეგე ყოველთვის უნდა დააფასო, რომ იქიდან შეიძლება ბევრი მეგობარი გამოგივიდეს, ვაკაცი, რომ შეიძლება ერთად იყოთ ყოველთვის და თუ არ დააფასებ, ისიც არ დაგაფასებს და ამიტომ არ გამოვაწესიე. ჩვენ წავაგეთ როგორც ასეთი, მაგრამ ვითამაშეთ კარგად. ყველაზე მეტად მომეწონა მომენტი, როცა მოწინააღმდეგეს გავწვდით და ლელო დავტევი. დავინტერესდი და იმედია რომ ვითამაშებ და იმედია შევხვდებით. აი, ჩვენი მხრიდან მინიმალური ხელშეწყობა იმისთვის, რომ რაგბი ითამაშოთ და რა ვიცი. ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად თამაში. მადლობა თქვენთან თამაშს. მადლობა ბიჭებო. დაიხარეთ, ზებდა. ჩვენი ექსპედიციის პირველი დღეა. ამოვაღწიეთ ნიკორწმინდაში. და რაც ძალიან უცნაური იყო ჩვენთვის. თითქმის ბავშვები არ დაგვხვდნენ. დღეს გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება პაზზე და ბოჭვაზე. ბიჭებმა დაძლიეს სირთულეები, ყველაფერი კარგად შეასრულეს. საბოლოო ჯამში მომეწონა მათი ვარჯიში. ბიჭები ძალიან გაერთნენ ჩვენთან ერთად. ჩემი აზრით. რასაც უყურე და ასე თუ ისე ამ დროის განმავლობაში როგორც შეიძლება რაგბის წესები რომ აუხსნა ადამიანს ჩემი აზრით ამის მაქსიმუმი გაკეთდა. როგორც გავიგეთ, აქ ერთადერთი ხელოვნური მოედანი აქვს ფეხბურთის ბავშვებს, რომელიც ასე თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში დაგვხვდა გამოვედით. დელოზე ბალახი არა, უსწორმასწორო არის და ყველაფრის მიუხედავად ადგილობრივმა ბიჭებმა გვაჩვენეს სურვილი, მონდომება, ჟინი იმისა, რომ ეთამაშათ რაგბი. პირველმა დღემ იმის და მიუხედავად ცოტა ბავშვი შეხვდა ჩაიარა წარმატების ჩვენმა მცველმაც აღნიშნა ეს ღამემ ჩაიარა ცოტა რთულად ამით არ შეგვიწყო ხელი ვიცით რომ ამბროლაურში ვარჯიშობდნენ ბავშვები და ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს მათთან შეხვედრის ეს არის ჩვენი მესამე ექსპედიცია და ძალიან სასიხარულოა ის რომ მაღალმთიან რეგიონში არის გუნდი და ბავშვები სისტემატიურად ვარჯიშობენ და გვიხარია რომ ამ წვრთნელს შევხვდებით რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და უფრო გაგვიხარდება თუ იმ ადგილებში რომელიც მოვიარეთ ყველგან ესეთი სისტემატიური ხასიათი ექნება ბავშვების რაგბით მოწამვლას შევხვდებით ამბროლაურის ბავშვებს იმედია ცოტა მეტნი მაინც იქნებიან და კაი ვარჯიში გამოგვივა
ერთმანეთში ვითამაშეთ. რავი, დღევანდელ ვარჯიშს კარგად შევაფასებდი. ყველა მომეწონა, კარგად ვითამაშეთ. ბოჭებიც კარგი გაკეთდა, პასებიც, რა ვიცი. სულად რა ერთი-ორჯერ ბურთი დავარდა, მაგრამ არა უშ სპორტია და ყოველთვის. დღეს შევხვდით ჩვენ მეგობრებს. მაკაცური თამაში გქონდა, ახლა რაგბი კი კაცური სპორტია და ძმური სპორტია, მაგრამ ესე იგი განსაკუთრებულად გაგიცანით თქვენ და ერთმანეთში ვითამაშეთ. ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი ცოდნა და ჩვენი შეხედულებები და თქვენ ასევე თქვენი და მადლობელი ვართ ამისთვის. რაც თავარია გამოცდილება მივიღეთ და მომავალში უფრო მეტი და მეტია. კარგი იქნება ასეთი ბევრი თუ ჩატარდება რაღაცა ასე. ბევრი ჩამოგვაკითხავს და თუ გაგვიზიარებენ ცოდნას. ჩვენ ვართ პირველი ხაზელები და დღეს ძალიან მოგვეწონა ეს თამაში, რადგან ვითამაშეთ დიდებთან ერთად, გამოცდილ მორაგბეებთან ერთად. ძალიან ბევრი რამე შევისწავლეთ მათთან ერთად და ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი რამე შევისწავლეთ. პირველი ნომერი, მეორე ნომერი და მესამე ნომერი. ძალიან კარგი იყო გაგვიხარა თქვენი სტუმრობა და ბევრი რამე შევისწავლეთ. ძალიან გაგვიხარდა თქვენი ჩამოსვლა, მივიღეთ დიდი მაგალითი და კარგი იქნება თუ ამუდიდეს სპორტს ხელებს სხვადასხვა სოფლებში. მადლობა ამისთვის. ძალიან ლამაზი თამაშისთვის. ძალიან გიხარია და ჩვენი სურვილი ზუსტად ის არის, რომ აი მთაში და მაღალმთიან რეგიონებში აი
აი ესეთი მაგარი ბიჭები, ვისაც აქვს პოტენციალი ითამაშონ რაგბი, ჩართულები იყვნენ და მიბარებულები იყვნენ პროფესიონალებს. ხო ესეთი მაგარი ბიჭები გაიზარდეთ. ჩვენი მხრიდან ეს პატარა საჩუქარი, როგორც კაპიტანს გუნდისთვის და მადლობა თქვენ რა. ესეთი კმაყოფილი მე არ ყოფილა ან ვარჯიშით რა. თუ ჩვენ გავარჯიშეს ამ ბიჭებმა რა. ამ ბოლოში დავხვდა ჩამოყალიბებული გუნდი, რომელიც ვარჯიშობს პროფესიონალურად, არ ველოდებოდი ესეთი ბავშვები თუ იქნებოდნენ აქ. მართლა ესეთი დაუჯერებელი ამბავია, რომ ესე კარგად თამაშობენ ბავშვები. რაქვს რაჭაში მე არ მეგონა რა ყოველ შემთხვევაში ვიცოდით რა გუნდი იყო, მაგრამ ბავშვები არაფრით არ ჩამოუვარდებიან ისეთ ასაკობრივ ბავშვებს როგორც სიტყვას თბილისში ან ქუთაისში როგორც არის რა აწყობილი სპორტ სკოლები. მწვრთნელს ამ გუნდის მწვრთნელს აქვს შედეგი დადებული. კარგი ბავშვები არიან. კაი ბოჭო აქვთ, მიყოლა აქვთ, გოჩი დგომა იციან. იციან გუნდური თამაში. ვადო ვაწაძე, ლაშა ტყეშელაშვილი და შავლეკ ჯანელიძე. ეს არის სამი ადამიანი, რომელიც არის რომელმაც ეგ ჩამოაყალიბა ეს გუნდი და ამ ადამიანების შრომამ დაგვარწმუნა, რომ მთაში არის ძალიან დიდი პოტენციალი რა. აღნიშნეთ უკვე რომ მესამე ექსპედიციაა და ნახულობდით ბევრ ნიჭიერ ბავშვს და ნახეთ ნიჭიერი გუნდი, შეკრული გუნდი რა. ანუ არის მთაში პოტენციალი და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც შესწევთ ძალა იმისა, რომ ჩაუდგნენ ამ საქმეს სათავეში, მთაში ბავშვებს უნდა ქონდეთ საშუალება, რომ სისტემატიურად ივარჯიშონ პროფესიონალ მწვრთნელთან და ეს საბოლოო ჯამში გამოადგება არა მხოლოდ ამ ბავშვებს და წამოა ჯანსაღითაობა, არამედ გაიზრდებიან ძალიან კარგი მორაგბეები უმაღლესი ჩემპიონატისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. აქვიათ პირობებში. შენ? გიორგი. ესე იგი ორი თორნიკე, გიორგი აკაკი. ჩვენი მწვრთნელი ბატონი გიორგი. უბრალოდ გიორგი. ალექსანდრე, სანდრო, ლუკა, ლევან. სამსახურში. 4-4-ზე ვართ. პირდაპირ ხო არ ვითამაშოთ თქვენ 4 და ჩვენ 4. კარგი. ბევრი სპორტი ვიცით ალბათ, ხო? ეგ ნაცნობმა გაუკეთა იმის იზაშვილი იყო, ამის ნათლული იყო და თან. ხო, აბარი, წუწუნებია, აბარი. ხო და აი რაგბიში არის როგორ იცი? არ გამოვა თუ ბევრი არის შრომა. მოედანზე გახვალ თუ არა ეგრევე გეტყობა. ვინ ხარ და რა შეგიძლია? თუ არ შეგიძლია ვერ გადიხარ მოედანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. შრომა რაგბიში ფასდება. ესაც მინდა ის დავამატო რა. რაგბი არის თამაში. სადაც თავარი არის, ну, რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება, ვარჯიში, თავდადება ყველაფერი. მეგობრი რო წააგებ, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ აი საჯის ბრალი იყო რაღაც აუ ეს არა, შენ თავში უნდა მოძებნო შეცდომა, უნდა გაანალიზო რა შეცდომა დაუშვი. დააფასო მოწინააღმდეგე რაც თავი. ამოასწორო შენ ის, იმიტომ რატომ მოგიგო, იცი შენზე ძლიერი იყო და ეკუთვნოდა ძმაო. იმიტომ არის რომ რაგბიში თამაშის მერე კეთება დერეფანი. მოგებული გუნდი წაგებულს უკეთებს დერეფანს და მერე პირიქით, მაგასაც გავაკეთე. შემოჭი. შეგვიძლია ვიძულოთ უკვე. აი, მოდი ხუთი. ჩამოჭი შენ. აი ბიჭო. მომადი იპინე წინ.
Aket ხო მე ვარ. Aket რო მომებრალე. ვითომ ბურთი გიჭირა. ჩებოჭა ბურთი საი, ბურთი საი. ავიდა. ჩებოჭე. კარგია. აი ესე, მე მივედი, დავფარი აქაურება რომ ემეთა ბურთი არ წაგვართვან. ხები, და შე ჩემიანი ხარ, მოდი. აი მოდი ჩემიანი ხარ და всё, ბურთი აიღე, წაიღე ბურთი, წავიდა შეტევა. აი რა, აქ შეტევა აქეთ არის. ხები. ან შეხედე? თუ აი და დანარჩენები. წავიდა. უყურე არ გაგცდეს. აცი. დახვედი. ოღონდ აუტის ხაც არ უნდა გაგაკოტროს. ბურთი. აი ბიჭი, აცი. ოპა! იმანა შემოგვიდა ბოჭვა ძალიან მაგარი. გადაი. ბურთი. აი, შეუტიე, მიდი აცები. კოჭე. არა უშავს. აი მოძრაობები იყო. აი ბიჭები ვართ. მომისმინე. აი ყოჩა წავიდა წი ირბინე ყოჩაობი მოდი არ გაასწო აი ეს ძალიან კაი ბიჭო ირბინე აკაკი ირბინე ყოჩა აი ბიჭო ჩაწეკი ბურთი არ ეთამაშო აი ეს ხაზო მიდი წინ ირბინე აი ბიჭო ყოჩა აი გადე შევედი გადე ამას შეატო ვერ დაიჭი ამაშია მიდი წინ წამოდი მიდი დაიჭი მოდი წამოყევი ოპა მოდი ირბინე არ შეგეშინდეს ოჩა აი ბიჭო დაჭა აი ირბინე მიდი აი ირბინე აი მიდი მიდი დაიჭი აბა Hela. ჩამოწვი, რომელიც არის ჩამოწვი. წინ. აბა რა, მიდი, გეხმარე. დავი. აუ, ნახე, მე გევანდიად გაბიჯუთი. ზერანი. ძალიან მაგარი შეგრძნება, ჩემთვის სიამოვნებაა რა რაგბის თამაში. ძალიან მოწყობს რატომ რაღაცეს თამაში და სიამოვნებას ვიღებ. რავი, რაგბი აი თამაში, აქამდე პირველად არ მითამაშია რაღაც ვიცოდი, მაგრამ ეხლა როგორც ასეთი რომ ნორმალურად ეხლა პირველად ვითამაში და რავი მომეწონა, აი თამაშია და რაღაც ესეთ კაცური თამაშია უფრო. რაგბში არის მეგობრობა მთავარი. თუ მეგობრულად არ ითამაშე, არ გამოვა ეს თამაში. დღეს მე ვითამაშე რაგბი, ეს მომეწონა ძალიან და თუ იქნება უნში ესეთი წრე, ვივლი აუცილებლად. რავი რა ვთქვა, დავამატო. ნუ რაგბი არის თამაში, ნუ აი ვაშკაცური თამაშია, კაცური თამაშია, უნდა ითამაშო კაცურად და ანუ ზედმეტი ლაპარაკი აქ არ არის საჭირო რაგბში. გინდათ კიდე რომ ითამაშოთ ხოლმე? კი. ბალახი გაქვს, სურვილი გაქვს, ჭირდებათ ბურთი. თორნიკე. აი ეს ბურთი იქნება შენთან? სად? თორნიკესთან არის ეს ბურთი და იმის ახსნას არ დაგიწყებთ რომ ეს ბურთი ყველასია. გინდათ ერთად თამაში, ითამაშებთ ერთად, რა ვიცით თუ ინახება არ აქვს. ონი არის მესამე პუნქტი, უკვე სადაც მოვედით ჩვენ. ბავშვები სხვათა შორის აქაც დაინტერესდნენ, რაც ძალიან კარგი არის. და
მე არ მქონდა ამ ხელა მოლოდინი ბავშვებისგან რომ დაინტერესდებოდნენ მთაში რა. ონიც არ იყო გამორჩეული, ონიც იყო ზუსტად ისეთი ჩვეულებრივი, ყველა ერთნაირად ინტერესდება აბსოლუტურად მთაში რაგბით. ასეთვის ყველამ დაძლიეს, გაიგეს ბიჭვა როგორ უნდა გაეკეთებინათ, პასი რო წინა შეიძლებოდა, რამოდენიმე ბავშვს გაუჭირდა, მაინც წინა კეთებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გონი ყველა მიხვდა რაგბი რა თამაში არის. გამოიკვეთა რამდენიმე ბიჭი, რომელიც იმდენად დაინტერესდა, რომ ცალკე მკითხა ერთმა, რომ როდის დაიწყებაო, ანუ სკოლის პერიოდიდან დაიწყებაო ვარჯიშებიო ჩვენთანო? და მე ვაფშე დავპირდი. ცოტა გულის წვეტის მომენტი მაქვს ხოლმე, მაგრამ სულ მიჩნდება სურვილი აი ამ ბავშვებისთვის უნდა მოვინდომოთ ყველამ ერთად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აი თამაშს მერე ამბობენ, რომ წრე თუ იქნება დიდი სიამოვნებით ივლიან. აი არაფერი არ უნდათ. მდელო არის, ბურთი აქვთ და მწვრთნელი ჭირდებათ ერთი. და ეს მწვრთნელი მათ უნდა ყავდეთ. მიდი, ვინ არის ჯეკი ჩან? მიდი, ჯეკი ჩან, ვინ არის? ჩამათა კარგი კაცია, მაგრამ დერობ დაღებსაო, კარი გარდა უბარაკე, სკოლა ვიდეშეცა. გორი ბოლოს რომ მოვიდნე, ლეთი აჩერაგნესო, უცრასი ბიჭები, საფერო Vale, შემოსულა შემოდგომა გიორგობის თვეო სანამ გიორგი უშუალოდ დაიწყებს ვარჯიშზე საუბარს და გარკვეული წესების და ილეთების ახსნას, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, რაღაცებს გეტყვით. რაგბის მთავარი ამბავი არის ის, რომ ანუ ღირსეული უნდა იყო როგორც მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ. ანუ აი არ შეიძლება რომ მოედანზე კაი ტიპი იყო და გამოხვიდე და ვიღაცას ფეხი დავუყო რა. არ შეიძლება ეგ ამბავი, მთავარი ამბავი გახავთ ის, რომ მეგობრობაზეა და ერთმანეთის გატანაზეა აწყობილი ეს სპორტი, იმიტომ რომ შენ ხარ და 14 შენი გუნდები. და იქაც ზუსტად ისეთვე განწყობილი 15 მეგობარი და იმარჯვებს ძლიერ. რაგბი არ არის სპორტის ის სახეობა, სადაც შეიძლება მიხვიდე და სადაც გაუპროტესტო გადაწყვეტილება და ბევრი ელაპარაკო, ასეთ სპორტის სახეობები ალბათ ბევრი ვიცით. რაგბი არ არის სპორტის სახეობა, სადაც სხვას შეიძლება დააბრალო შენი წაგება. თუ აგებეგი იმის ბრალია, რომ შენი მოწინააღმდეგე იყო შენზე ძლიერი და მოწინააღმდეგე ყოველთვის უნდა დააფასო და პატივისცე. თუ არ დააფასებ, ყოველთვის მოგიგებს. ერთვის გავაბოდი, თუ თავარი ამბობ რა, რაგბის სპეციფიკა ესეთი მარტო ვერ ითამაშა რა. ანუ კი, ლიდერი არსებობს გუნდში, აი გამორჩეული ის არის თავარი და დანარჩენებს ათრებს, ეგეთ რამე არ არსებობს. მაგიტო არის ყველაზე გუნდური და ძმაკაცები თამაშობენ რა, ისეთი რა.
ორით ერთი სიმაღლე რო არ ქონდეთ ამ ფოთ გაიშვებოდი. ადი გაიქეს ცოტა ჩიგნი. ოპა, გაიპასი იყო. დადე. ლელო! აკადახტაი. არა. დადი, შენით. აი ბიჭი, დააგზელე. ნელა. აი ბიჭი, მიეხმარ. წამო. მიდი. არგია. უკწიხარ. ცოტა უკან პასი რომ მოგწეს. შენ გელეხა მიეცი. წამო. ირბინე. უჩა. მოდი. ოპა, კარგი იყო, დაეხმარე. აი ეგრე. აი ესე რა. 6-4. წამო ესეა რა გვის. ოჩა. კაი ბიჭხა. ეს დავდე. კერტი. და ჩვენ გავაკაროთ ება ბიჭები. აი ბიჭები. კაი. აი ესე. ბიჭებს მოეწონათ ჩემი აზრით რაგბის თამაში, აქამდე არ ქონდა არც ერთ ნათამაშები რაგბი და ერთ-ორ ბავშვს აქვს ტალანტი ჩემი აზრით იმისი, რომ დიდი რაგბი ითამაშოს. ოდნავ გავუჭიდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ყველამ რაღაცა შეისწავლა. თავარი წესი გაიგეს. თავარი არსი რაგბის გაიგეს და რას ნიშნავს რაგბი გაიგეს რა. ამ 4 სოფლიდან გამომდინარე 4 დასახლებული პუნქტიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ რამდენიმე ათეული ბავშვი გავახარეთ თუნდაც 9 საათით რა უხსენით მათ რაგბის ანაბანა მე არ ვიცი საიდან მოდის ეს ლეგენდა რომ რაჭველები არიან ნელი ხალხი არ ვეთანხმები ამას და გმოვფრე ამ ლეგენდას იმიტომ რომ ათვისებასო თავი დავანებოთ თამაშიც ისეთი წავიდა რომ ვერ მივხვდი ზოგი სადარბოდა ზოგი საიდანებდა ლელოს რა ვიცი ბრავო მართლა ამ ბიჭებს იმიტომ რომ ანუ იაზროვნეს თამაშის დროს მალე აიწეს ერთია მაგრამ ფიქრი დაიწყეს უკვე და არ ვიცი ნუ რა ვთქვა მეტი არ ვიცი სრული თუ გაქვს თამაშის რაგბის აქ ვინ ცხოვრობს აი ადგილობრივად ანუ აქ სულ ვინ ცხოვრობს კარგი მაშინ აჰა Facebook შენ სოფელში იქნება, ვისაც როცა მოგინდებოდა თამაში, ამ ბურთით სანდრომის ხონეთმა მარტო ვერ ითამაშოთ. ეს ბურთი არა რომ კენწლო რა. ანუ შენთან არის ეს ბურთი და როცა მოგინდება თამაში, ითამაშებ გემრიევად. დიდი მადლობა გემანელი თამაში. ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი ბავშვები ცოტა ვართ ბავშვები აქ რაჭაში და ვერ თამაშობთ, მაგრამ თქვენ ეს გული გაგვიხალისეთ და ამოიტანეთ ეს რაგბი, გვასწავლეთ როგორ ხერხდება ყველაფერი და ამისათვის დიდი მადლობა თქვენ. რაგბი მეც არასდროს არ მითამაშია და დღეს ვითამაშე პირველად და ძალიან მომეწონა. და სული მაქვს კიდევ ბევრჯერ ვითამაშე. მეც არც მე არ მითამაშია რაგბი, მეც მომეწონა. ძალიან კაია და კიდევ ვითამაშებთ ამ ბურთს. Sacrifice
პატარა გამოკითხვას ჩავატარებ. ესე იგი, ჩვენს ნაკრებს რა ქვია? თუ იცი? პორტუგალს. კარგი. სოფლიო რეიტინგში რომელ ადგილზეა? მე-13-ესი. მე-13-ესი. ევროპაში მე-7-ზე და კი არა და მე-6-ზე ვართ უკვე ევროპაში. იტალიასაც ბოდიში მოუხადეთ. კარგი მოდიან ბიჭები. ლელო რამდენი ქულაა ვინ იცის? ლელო ხუთი. გარდასახვა? ორი. რამდენზე თამაშობენ რაგბის? თამაშობთ კაცარაგში. 13 კაცაცა. კარგია. და ტაიმი რამდენი ხნიანია? 40 წუთი. შვენიერი. რაგბიში არის მთავარი პირველ რიგში შენი გუნდელების სიყვარული და ნდობა, იმიტომ რომ იმ ადამიანს იმ 14 კაცს თუ არ ენდობი, ვერ ითამაშებ და ის 14 კაცი თუ ვერ გენდობა, მაინც ვერ ითამაშებ. ესე შევხედით რა, რომ არის ბრძოლის ველი. მართლა ეგრეა რა. 15-15-ზე არის ბრძოლა, ინტელექტუალური ბრძოლა, თავისი ჯახი, თავის ჭიდაობით, თავის ყველაფერს რა. აი, შეხედე ხას. წინიბინე, მიყევი, არ გაასტრო, მიყევი, მოყვები ვარ. ჩამოვჭი, არ გუმენ, კარგია, მაგრამ ხუთი გაუძახიცადე, გაუძახე, ხა. ეგა ახლა საღო, კაი. გაუძახე, მოწყოვე, ვასე, საღო. აი, იგა და დაიწყე. ირბინე. აი, სამაშე, კაცო. ოპა, აი. ოპა, აი, ძახე, შეხარ ზევითადი. შეუძია მასი. აი ეგრე. ჩვენ მოწინააღმდეგე გუნდს გაუმარ ჯოს! გაუმარ ჯოს! გაუმარ ჯოს! ჩვენ გუნდს გაუმარ ჯოს! აი. ზო, ჩვენი ჯობდა აი. ჩემია. წინირბინე. შეუძია. ფურთი არის. ოპა. მოკლე ჩახურვა. აი საღო. აი. ოჯა. დაძე. გამიჭი უბო. ფურთი. გადაყარე. დაცვა მოვიდა, დაცვა ეს ხაზი. შეუძია ციცაბი, ლელო. ვახ. ჩახურე. არაუშა. აეგრე. ოპა ჩვენია, გავარდა. აიჯახე ციცაბი, არაუშა შენ თავად. აი შემოგერო. ირბინე. აია. შეუდი, მიდი. აი, გლები ხო? დავდე. დავდე ჩვენ დერეფანი. ეკა ჩვენ გავიარეთ. დავაი, მიდით, ბიჭები, მიდით. მოდი. დღეს პირველად ვთამაშეთ ჩვენ რაგბი და მოგვეწონა თვითონ თამაში. და კარგი იყო. დღეს ჩვენ რაგბი ვითამაშეთ, ეს თქვენით პირველად ძალიან მოგეწონა რაგბის თამაში და ყველაზე ძალიან მომეწონა შერკინების თამაში. ჩვენ პირველად ვითამაშეთ რაგბი და ძალიან მომეწონა მე. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მე მაგალითად ბოჭებში იმდენად ცოტა ვერიდები, უფრო ჩაჭრები და ესეთი და სწორი პასები უფრო ალბათ.
მე ძალიან მომეწონა რაგბი და მეც პირველად ვითამაშე, ძალიან მომეწონა თამაში. თვითონ ბოჭებს ვერ იდებოდი, იმიტომ რომ სხვათა შედარებით პატარა ვიყავი. ძალიან კარგი თამაშია რაგბი, რა თქმა უნდა, მეგობრული, ვაჟკაცური, ძირითადად, ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებული. რა მომეწონა ახლა თამაშის დროს? ძალიან თამაშის სტილი, მოძრაობები, იქ რო ერთმანეთს რო ვანიშნებდით, თამაში ესე ვითამაშეთ, ისე ვითამაშეთ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ლელოზადებაც სასიხარულო იყო. და რა, მთლიანობაში ძალიან კარგი თამაშია. თუ უფრო ხშირად იქნება ამის შესაძლებლობა აქ, მით უკეთესი იქნება. იმისთვის რომ რაგბი ითამაშოთ, დელო გაქვთ, სურვილი გაქვთ. ხო, და საწყის ეტაპზე ეს საკმარისია და გირდებათ ბურთი და ეს ბურთი თქვენთან იქნება. როცა გაგიხარდებათ ითამაშეთ რა. თქვენი ბურთი სოფლის ბურთი. მოდი ერთი წრე გავაკეთოთ ახლა ერთი წრე ყველამ გავაკეთოთ. დავდექით და ყველა მოდი ყველა მოდი. ბურთი გადაგატოვია ხელი. კარგად შუაშია ბურთი გაკას. რაგბის გაუმარჯოს! აი ეს გენაცვალე. მადლობა რა. შემართება იყო ძალიან ძლიერი. მაგარი ბავშვები დაგვხვდნენ. ბოჭვა იყო, ძალიან ხშირი ბოჭვები იყო. მეგობრული იყო, მაგრამ დაუნდობელი თამაშიც იყო ამასთანავე, რაც თავარია. აი გასაოცარი იყო ამ ბავშვების ეს არ ვიცი რა დავარქო, არ ვიცი, იმიტომ რომ ერთ ნათქვამზე ახსნის გარეშე ბავშვებმა რაც გააკეთეს, ეს იყო დაუჯერებელი. მე ვიგრძენი ის, რომ გვერდში მედგა ის ხუთი ბიჭი, რომელიც იყო ჩემი გუნდელი. მართლა სულთქომ ესმოდა რა, როგორც ნათქვამი ესე, ლამაზი ნათქვამი რო არის. სულთქომ ესმოდა ამ ბიჭების და სადაც დამიჭირეს, იქ გადაყრაზე მეხმარებოდა ორი კაცი რა. დღეს ჩვენ ვითამაშეთ რაგბი. მადლობა ამ ბიჭებს იმისთვის, რომ აი ესეთი მონდომებულები არიან და რა ვიცი, აი გულდასაწყვეტი იქნება, რომ ამ ბიჭების მონდომებამ აი ესე ფუჭად ჩაიაროს. ასე რომ იმ ადამიანებს კიდე ერთხელ ვეთქვი, ვისაც ძალუცთ, რომ აი ამ ბიჭებს სჭირდებათ მწვრთნელი, იმიტომ რომ ამ ბიჭებს კი არ შეუძლიათ, ეს ბიჭები თამაშობდნენ რაგბის რა. რაჭის ექსპედიცია კარგი იყო. ბავშვები გახარებულები დაგვხვდნენ. მეც ბედნიერი ვარ, რამდენი ბავშვის სიხარული ვნახე. იმის ხა შემიძლია, რომ რავი, ეს ბავშვები ალბათ მოიწამნენ რაგბით, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებმაც დაგვირეკეს წინა სოფლიდან და გვითხრეს, რომ თუ მთელი დღე თამაშობდნენ და რა ვიცი, გავხარდათ ძალიან რა. სამდღიანი ექსპედიცია ძალიან საინტერესო იყო, ძალიან სწრაფად დავფარეთ მარშრუტი. დიდი მადლობა ექსპედიციის ახალ და ძველ წევრებს. ჩვენ ვნახეთ ბავშვების ძალიან დიდი მონდომება, ჩვენ ვნახეთ მათი გახარებული სახეები და ეს ბავშვები იმსახურებენ მწვრთნელებს პროფესიონალურ ვარჯიშს, რაც თავია სისტემატიურად. მე მივხვდი იმას რა, რომ სულ რაღაც 5 ბურთით შეგიძლია საქართველოს ერთი პროვინცია ძალიან მაგრა გაახარო რა. ამიტომ ესეთი საქმეები ჩემი აზრით ხშირად უნდა კეთდებოდეს რა საქართველოში. ჩვენ ამოვიდეთ რაგბიაში. საკნევა ხმარი, საკნევა ხმარი, საცგერაშუბი, საცგერაშუბი, საშუბის ნალეცი, შუბის ნალეცი. Chamos, we are.